დღეიდან 24 თებერვლიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველიერის შენდობის კვირა დაიწყო. ეს არის დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. ქრისტიანები ერთმანეთს თხოვენ პატიებას, რათა მარხვას სულიერად განწმენდილნი შეუდგნენ. ოთხშაბათი პარასკევი ხსნილი რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით. იწყება ეფრემასურის ლოცვების კითხვაც. ორშაბათიდან 3 მარტიდან კი დაიწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომამდე 20 აპრილამდე გაგრძელდება. ეს კვირა არის შენდობის კვირა. ეს მარხვა, საერთოდ ყოველთვის მარხვა იწყება ადამიანი თუ გულძვირია ვინმეს მიმართ ან რაღაცა ხინჯათა გულში, მიდიან იმ ადამიანებთან და შენდობას თხოვენ და ამით იწყებენ მარხვას, ამით იწყება მარხვა. ყველიერის კვირა ეს იმას ნიშნავს, რომ ხორცი აღებულია უკვე სუფრიდან, ხორცი აღარ იხმება. ეს კვირა ოთხშაბათი პარასკევით ხსნილია, შეუძლია მორწმუნე ადამიანს იხმიოს კვერცხი, ყველი რძის პროდუქტი, თევზეულობა. ხო, დანარჩენი ჩვენ ოთხშაბათს საღამოს მწუხრი იკითხება, მსახურება იქნება ჩვენთან, რასაც მოებმის უკვე ეფრემასურის ლოცვები, ანუ უკვე ეფრემასურის ლოცვებიც შემოდის უკვე და ამით შევდივართ მარხვის ფაზაში და მერე ორშაბათიდან უკვე იწყება დიდი მარხვა. ტრადიცია ჩამოყალიბდა და ეს ესეთი ათონური წესია, როდესაც ათონელი ბერები მარხვას რო იწყებდნენ, გადიოდნენ მონასტრიდან და ზოგი საცხოვრობდა, ზოგი უკან ვეღარ ბრუნდებოდა, აღესრულებოდა უკვე და ეს იყო უკვე აი დამშვიდობებაც კი იყო უკვე რა და ესეთი ისო და აქედან გამომდინარე მერე ესეთი ტრადიციად იქცა და ეს უნდა იყოს გულწრფელი, ეს დამოკიდებულება, ეს ახსნა, ეს არ უნდა იყოს ესეთი ზედაპირული რა, ფარისეულური. ეს უნდა იყოს გულწრფელი და ამით უნდა დაიწყოს კაცმა მარხვა და ღმერთმა დაგლოცოთ და მარხვის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.